გამარჯობათ, დღეს მე მინდა ვისაუბრო საბნეტინგზე, უпростоრად class C-ს საბნეტინგზე. ყველაზე გავრცელებული ეს თქვა დამწყები IT სპეციალისტებისთვის, ასე შეხება აქვს ეს არის class C, class C-ს ეძახიან ზოგჯერ. ეს არის ასე თქვა საბნეტები, დაწყებული /24-დან, დამთავრებული /30-დან, პრაქტიკაში თქვენ პრინციპში /30-ზე ზემოთ ვერ გექნებათ. ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ბიტები არ გეყოფათ ჰოსტებისთვის, ანუ /30 მოკლედ საბოლოო ჯამში, მოკლედ რო ვთქვათ, არის ბოლო გამოყენებადი საბნეტი. მოკლედ, როცა საუბარია საბნეტების ცოდნაზე, როგორც წესი, საჭიროა რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა. ანუ ეს შეიძლება იყოს საოცრ გასაუბრებაზე იყოს ან გამოცდაზე, ან რაღაცა საოცრ რეალურად საქმის კეთებაზე. რამდენიმე კითხვაზე უნდა შეძლოთ პასუხის გაცემა. ეს არის პირველი, რამდენი საბნეტი შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, გაკეთებული. ეს არის პირველი კითხვა. მეორე კითხვა არის, რამდენი ჰოსტი, ანუ რამდენი მოწყობილობის, ასე ვთქვათ, ჩაერთება შეიძლება კონკრეტულ საბნეტში. ამაზეც უნდა შეძლოთ პასუხის გაცემა. შემდეგი არის კონკრეტული საბნეტების დასახელება, ანუ ფაქტობრივად ნეტვორკ მისამართების დასახელება. ეს ვალიდ საბნეტებს ეძახიან ამას. კონკრეტულად უნდა შეძლოთ დასახელება, რომ აი პირობითად თუ აქ არის 4 საბნეტი, დაუშვათ რა, 4 საბნეტია. თქვენ უნდა თქვათ, რომ აი კონკრეტული საბნეტები არის 0, 64, 128 192, ხო? ანუ 4 საბნეტი დაასახელეთ ჩვენიერია. ბროდკასტები უნდა შეძლოთ დაასახელოთ, ბროდკასტ მისამართები. დაასახელოთ ასე თქვა თითოეული საბნეტისთვის და ვალიდური ჰოსტები, ანუ ვალიდური ჰოსტები ნიშნავს იმას, რომ ის კონკრეტული IP მისამართებია, მან რეიჯები უნდა დაასახელოთ, რომელიც მინიჭება თქვენ შეგიძლიათ ასე ვთქვათ, კონკრეტული მოწყობილობებისთვის. იმიტომ რომ ყველა, ასე ვთქვათ, IP მისამართი, რომელიც არის საბნეტში, ანუ არის ქსელში, იმას ვერ მიანიჭებთ, ანუ -2 არის, პირველ და ბოლო მისამართს ვერ მიანიჭებთ. საბოლოო ჯამში ვალიდური ჰოსტები არის ის, რაც პრაქტიკულად გამოიყენებთ და არა მაგალითად რაღაც ბროდკასტ მისამართები, რომელიც აქ დავადგინეთ, ან პრინციპში ნეტვორკ მისამართები, ამებს კომპიუტერს ვერ მიანიჭებთ, კამერას ვერ მიანიჭებთ. არ ვიცი რაღაცას ვერ მიანიჭებთ ელექტრონულ სასწორს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ამ ფაქტობრივად 5 კითხვაზე თქვენ უნდა შეძლოთ პასუხის გაცემა, მარტივად თუ სწრაფად, არ ვიცი, გააჩნია. მოკლედ, ამ 5 კითხვაზე ასე თუ ისე უნდა გასცეთ პასუხი და მოდ განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე ეს ყველაფერი. დავუშვათ, ავიღოთ სიმართლისთვის ესეთი საბნეტ მასკა. კლასიზე ვსაუბრობთ, ამიტომ პირველი, ასე ვთქვათ, 3 ოქტეტი იქნება დაკავებული ყოველთვის ჩვენ მაგალითებში. 128 ეს არის /25. რა უნდა ვიცოდეთ და რა კითხვას უნდა პასუხოთ? ესე იგი, პირველი კითხვა, როგორც ჩვენ გვახსოვს, ეს არის რამდენი საბნეტი შეიძლება იყოს გამოყენებული. ზოგადად, ჩვენ ახლა აი აქ უკვე აღარ მიუთითებ აი ამ ერთიანებს, იმიტომ რომ ყველა შევსებულია, აქ არის შევსებული მხოლოდ 1 ბიტი. ანუ 8 ბიტიდან, მაქვს მე აქ 8 ბიტი დავხატე, დავწერე, მხოლოდ 1-ია შევსებული. ზოგადი წესი საბნეტების რაოდენობის თვლის არის 2 ხარისხებია ყველაფერი. რამდენი ბიტი არის დაკავებული, იმდენს უწევთ ხარისხში. ანუ ამ შემთხვევაში ამ მაგალითში მხოლოდ 1 ბიტია დაკავებული, რო ყოფილიყო, არ ვიცი, პირობითად 1-1-0-0-0-0-0, შესაბამისად დავწერით 2 მეორე ხარისხში. აქ იქნებოდა დავუშვათ ერთიანი სინამდვილეში, აქ იქნებოდა მესამე ხარისხში და ასე შემდეგ. ანუ რამდენი ცალი ბიტია ჩართული, იმდენს უწევთ. ასე ვთქვათ, ზოგადად ესე არის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 2 მე-1 ხარისხში, ანუ სულ რაღაც 2 საბნეტის გაკეთება შეიძლება აქ. მეც ვერ გააკეთებთ, ანუ 2 საბნეტთან გაქვთ საქმე. მოკლედ ესეთი ვარიანტია.
და შესაბამისად ანუ ორი სხვა ქსელი გექნება, შეიძლება ასე ითქვას. რამდენი ჰოსტი, ანუ მეორე კითხვა, რამდენი ჰოსტი შეიძლება იყოს საბნეტში? თუ ჩვენ როცა საუბრობთ საბნეტების რაოდენობაზე, ვუყურებთ ჩართულ ბიტებს, როცა საუბრობთ ჰოსტების რაოდენობაზე, ვუყურებთ გამორთულ ბიტებს, ანუ ნოლებს. იგივე ლოგიკით. წერეთ 2-ს, ამ შემთხვევაში მე-7 ხარისხში. 2 მე-7 ხარისხში, მახსოვს რო არის 126, თუ არ ვწდები, მე მგონი, და არა 128 ბოდიში, უბრალოდ როგორც მე თქვი წერან -2-ს წერთ, იმიტომ რომ არ შეიძლება პირველი და ბოლო მისამართი გამოყენო და რეალურად ჩვენ გვაქვს 126 მისამართი. 126 მისამართი გამოყენებადი და ასე ვთქვათ 128 მთლიანად საბნეტში. უბრალოდ 126 მხოლოდ გამოვიყენებთ. მოკეთ ესეთი რაღაცაა. ანუ კიდევ ერთხელ მეორდები, როცა ვითვლი საბნეტების რაოდენობას მე 2 ამყავს ჩართული ბიტების რაოდენობაში, რაც არის ჩართული, როცა ვითვლი ჰოსტებს, მე 2 ასე ვთქვათ ამყავს გამორთული ბიტების რაოდენობაზე, ანუ ასე ვთქვათ ეს რაღაცას ვაკეთებ. ამ შემთხვევაში ამ მაგალითზე 1-7-ზე რო ყოფილიყო ისევ მეორდები 1-1-0-0-0-0-0, ხო? აი ესე 8 ბიტი ხო დავხაზე? დავხატე, რა ვიცი, დავწერე. მაშინ იქნებოდა 2 მეორე ხარისხში, ასე ვთქვათ, საბნეტების რაოდენობა და 2 მე-6 ხარისხში, შესაბამისად, ჰოსტების რაოდენობა. ეს ლოგიკას რომ მივხვდეთ. კარგი, ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ვალიდური საბნეტების დასახელება. როგორც ხედავთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ფაქტობრივად შეგვიძლია ისედაც ვთქვათ, რომ ამისთვის გამოყენება ეგრეთ block size. ეგეთ ტერმინი არსებობს, მე ბიჩს ვეძახებ პირადად. მაგრამ ასე ვთქვათ, block size ეძახი. რა არის block size? Block size-ის დასადგენად ზოგადად თვლიან ასე 256, თუ ეს არის მაქსიმუმი რაოდენობა, ακლებენ 128-ს. ანუ ისაც მოცემული გაქვთ, იმას ακლებენ. აქ იქნებოდა, არ ვიცი, მოცემული 200, არ ვიცი, 140 სიტყვაზე ვამბობ, 256-ს გამოვაკლებდით 240. მოკლედ, ახლა თქვენ ხედავთ, რომ block size-ი არის 128. ანუ, პრინციპში ჰოსტების რაოდენობას კი არა. ხო, ჰოსტების რაოდენობა ზოგად დარავალიდურს შეესაბამება. ანუ ყოველ 128-ში იცვლება ქსელი, იწება ახალი ქსელი. ოღონდ რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ 128-ში შედის ნოლიანიც, რა თქმა უნდა. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს 0 და 128, ანუ 0-დან 127-მდე ეს არის ერთი საბნეტი, 128-დან ბოლომდე, რო იტყვიან 255-მდე ეს არის მეორე ქსელი. ანუ საბოლოო ჯამში ესეთი რაღაცა გვაქვს ჩვენ. 1 მეორე. აქედან პლუს მაგას 0-ს და 127-ს ვერ გამოიყენებთ, ანუ რეალურად ჩვენ გვაქვს 1 და 126 გამოსაყენებლად მისაღები მისამართები და აქ 129 254. ანუ რასაც რეალურად მიანიჭებთ იმას, ქვია მაგას კომპიუტერებს რა. ანუ ლეპტოპებს, პლანშეტებს, რაც იქნება მოკლედ. კიდევ ერთხელ მეორდები რომ ჩვენ საზღვავთ ბიჯის რაოდენობას, უბრალოდ 256-ს გვაკლებთ იმ რიცხვს, რომელიც მოცემულია საბნეტში. ასე ვთქვათ, ოქტეტში, რაც არის 128 იქნება 114, რა ვიცი, რაც იქნება, ეხლა სიტყვაზე ვამბობ ციფრებს, მომედავებით და ვიღებთ, ასე ვთქვათ, block size, ან bits ეგრეთ და შესაბამისად ყოველ აი ამ block size-ში იწყება ახალი ქსელი 0-დან 127-მდე, ამ შემთხვევაში 128-დან 255-მდე გვაქვს ჩვენ. ჩვენ დაგვჭირდა ბროდკასტერი პრინციპში დავასახელეთ, ეს არის ყოველთვის ბოლო მისამართი 127 და 255. და პრინციპში რა დაგვჭირდა ჩვენ რისი თქმა, ვალიდ ჰოსტების დავასახელეთ. ანუ ეს ამოცანა პრინციპში ჩვენ გავაკეთეთ და შევძელით ამაში გარკვევა. მოდი კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. ესეთი /27 ავიღოთ რამე. მაგალითად ეს.
ხლეს 27. რა იქნება მოკლედ ამ ყველაფრის პასუხი? ესე იგი ჩვენ ვარკვევთ რამდენი საბნეტია პირველი კითხვა. 224 ზოგადად მიიღება 3 ერთიანით და დანარჩენი ყველაფერი 0-ია. ეს რა გამოდის, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ 2/3 ხარისხში, რაც უდრის 8-ს, თუ არ ვცდები. და ეს არის საბნეტების რაოდენობა. ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჩვენ ქსელში 8 საბნეტი. რომელიც ძალიან მაგარია. რამდენი ჰოსტი, რამდენი გამორთული ბიტი გვაქვს 1 2 3 4 5. 2/5 ხარისხში, -2, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ დავწერთ 2/5 ხარისხში არის თუ არ ვცდები 32. და -2-ის საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება გვქონდეს ჰოსტების რაოდენობა 30. რა არის ვალიდური საბნეტები? ვალიდური საბნეტები, ასე ვთქვათ, პრინციპში აქ ჩვენ შეგვიძლია დავთვალოთ BG, block size 256-ს გამოვაკოთ 224, გამოგვივა მე მგონი 32. კიდევ ერთხელ გეუბნები ზეპირთვაში მე ძალიან მოვიკოჭლებ. 32, გამოდის, რომ ჩვენ შეიძლება ვალიდური საბნეტები იყოს ლოგიკურად 0, 32, 64, 96, 96 პლუს 32, 128 გამოვა მე მგონი. 128-ის მერე წამოვა 160, 160-ის მერე წამოვა 192 და 192-ის მერე 12 პლუს 224. მოკლედ, აი ეს 1 2 3 4 5 6 7 8 მშვენიერი ვალიდური საბნეტები გამოდის. რა არის broadcast მისამართი? broadcast მისამართები არის ყოველთვის ბოლო მისამართი, ასე ვთქვათ, საბნეტის და ეს არის წინა მისამართი. ამ შემთხვევაში გამოვა 31, 63, 95, 127, 159, 191, 223. ჩვენ ხო ვხედავთ, რომ აქ არის 0-დან 31-მდე ხო, ქსელი. აქ არის დავუშვათ 192-დან 223-მდე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, როცა ჩვენ ვხედავთ ამ ქსელს, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო მისამართს ვერ ვიყენებთ, პირველ მისამართს ვერ ვიყენებთ, ამიტომაც რეალური გამოსახანებელი მისამართები არის 193, 222, 1, 30 და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ მისამართებს რეალურად გამოიყენებთ. იმიტომ რომ მოცემულ საბნეტებში, ნებისმიერ რეინჯში, ნებისმიერ დიაპაზონში, რომელსაც თქვენ მოგცემენ, თქვენ ვერ იყენებთ პირველ და ბოლო მისამართებს. ესეთი წესია უბრალოდ. პირველი მისამართი არის, ასე ვთქვათ, ნეტვორკის მისამართი, ბოლო მისამართი broadcast-ის. და ეგეთ სიტუაცია, მე მაქვს რაღაც ინფორმაცია 80-იან წლებში broadcast-ი იყო თვითონ პირველი მისამართი, ეგ ძალიან ძველად, მაგრამ ეხლა ესე არის რა, პირველს და ბოლოს ვერ იყენებთ. იყენებთ პირველს და ბოლოს გარდა ყველას. ფაქტობრივად თქვენ არა მარტო უნდა დაალგინოთ რეინჯი, არამედ ამ რეინჯში კიდე გამოვაკლოთ პირველი და ბოლო და ეს არის გამოყენებადი მისამართები.